მე აგზელებს პავლე მოციქული, რომ ჩვენც ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყის ვემონებოდით, აქ ჩვენ გვახსენებს ადამს რაც დაემართა 64-ში, როცა მოინდომა განხრთობა, ღმერთობა ნივთიერების საშუალებით, ანუ ხისნაყოფით, ანუ დაემორჩილა, თავისი სრულყოფილება დაუმორჩილა ნივთიერებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ასე ვარ და ხშირად ჩვენი რელიგიურობა სწორედ აესია, მიბმულია მიწიერზე. მე მგონია, რომ ღმერთი ჩემთან არის, თუ ყველაფერი კარგად ამაქვს. და თუ გამიჭირდა, მე მგონია, რომ ღმერთი ჩემთან არ არის და მიმატოვა. ადამიანის სულ ესია. მიწიერი კეთილდღეობა მაგ ღმერთი ჩემთან არის, ასე მგონია. და მიწიერი კეთილდღეობაში რაღაცა შეერყევა, პრობლემები შეექმნება, მგონია რომ ცუდად ვარ. ნივთიერ საწყის დამონება, რომ ჩემი განღმრთობა, მე მგონია რომ განღრთობა, ანუ ღმერთთან ყოფნა, ჩემი ღმერთთან ყოფნა და განღრთობა პირდაპირ კავშირში არის ჩემი ხორცი და ჩემი ყოფიერება ამ სამყაროში, ამ დროებით სამყაროში რომ კარგად არის. ეს არის ყრმობა, ანუ ბავშვი ხარ სარწმუნოებაში. ბავშვი არა გულუბრყვილობის და კეთილი გულის გამო, არამედ განუვითარებელი გონების გამო. არა, ინტელექტუალურ განუვითარებელობაზე კი არ არის საუბარი. ღმერთთან კავშირი, დამაკავშირებელი გონება და განუვითარებელი და გონია, რომ აქ რო კარგად ახარ და თავზე ხელს გისვავენ, ესე იგი ღმერთი შენთან არის. ეს არის ბავშვობა სარწმუნოებაში.